მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა სპეშალ გეიმერი. ამ ვიდეოში იხილავთ მე-17 ღამეს. ეს არის თოვლის ბაბუას ველოდებოდი. ახლა კი ვიდეო. დღეს ახალი წელია. დღეს წესით თოვლის ბაბუაც უნდა მოვიდეს. სკოლაში ყველა დამცინის რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ არსებობს და იმედია დღეს მოვა თოვლის ბაბუა. დედაჩემა და მამაჩემა მითხრეს რომ გადყუებენო და ეგრეც არის, მატყუებენ. ცოტა ცივა თან უკვე ზამთარი არის. თან ასე თუ ისე მშია, მოდი ჩავალ, მშობლებს მოვიკითხავ. დედა, მამას ათხართ? აკავარ შვილო, როგორ ახარ? კარგად ავარ დე, შენ როგორ ხარ? კარგად ვარ შვილო. მამაჩემი სადაა დე? გარაშია შესული. კარგი დე. როგორ ახარ მა? არა მიშავს შვილო, შენ როგორ ახარ? კარგად ვარ მა. დღეს ძალიან გახარებული ვარ თოვლის ბაბუა რომ მოვა, მიხარია. კი შვილო და ბოდიში საქმეები მაქვს, აქ რაღაცა გარაში და გთხოვეთ კარები მიმიკეთე რა. კაი მამა. აუ დედა ძალიან მიხარია თოვლის ბაბუა რომ მოვა და რაღაცეები ძალიან მიხარია. კი შვილო, კაია. კაი, მე ახლა მოდი ცოტა ხანი გარეთ გავალ და. კაი შვილო, მალე მოდი, ცივა გარეთ. კაი დე. გამოვედი ცოტა ხანი გარეთ სუფთა ჰაერზე. მიყვარს გარეთ სიარული და რაღაცეები. ესე მე ვერთობი ჩემთვის, აქ პატარა ღილაკებს დავაჭერ ხოლმე რაღაცა ვერთობი და ძალიან მიხარია დღეს ახალი წელი რომ დღეს თოვლის ბაბუას რომ მოვა, ეგეც მიხარია რა თქმა უნდა. და იმედია ბევრ საჩუქარს მომიტანს. მოდი ცოტა ხანი დავშვდები. რაღაც დავიღალე და კაია სუფთა ჰაერზე რო ვიქნები. შვილო, მალე შემოდი სახლში. კარგი დე, მალე შემოვალ. კაი შვილო. მოდი ცოტა ხანი ტყეში წავალ. პატარა გავიხსენებ, დედა, მე ტყეში წავალ ბოდიშის მოხდით რა. გთხოვ. არა შვილო, ტყეში არ წახვალ, მორჩა. კაი ხო დე, აუ გაბრასა დედა ჩემი. კაი არა უშავს, არ წავალ და ეგ იქნება. კაი, მოდი მაშინ შევალ სახლში. მოვედი, კაია შვილო, გენაცვალე. დედა ჩემი სადაა? შვილო, პატარა საქმეს ვაკეთებ შვილო, დამოვალ მალე. კაი დე, საჭმელი მინდა დედა და სად არის? ჩესში არის შვილო. კაი დე. ძალიან ბედნიერი ვარ და უკვე მალე მოვა, მალე დაღამდება და ძალიან ბედნიერი ვარ. პეჩენია ავიღე, მიყვარს მე პეჩენია. დავждები მაგიდასთან და მივირთმევ. ეს პეჩენია მაგარი იყო. დედას და მამას დაუძახებ, არიძინებენ? დე, მამა, არიძინებთ? კი შვილო. კი. კაი დედა, მაშინ გელოდებით თქვენ, მინდა მარტო რო ავიდე ოთახში. კაი შვილო. კაი შვილო. ესე იგი დედა ჩემი და მამა ჩემი ავიდნენ ლოგინში და ავიდნენ ოთახში და კიდე მშია რაღაც, მოდი კიდე შევჭამ პეჩენიას, ძალიან მიყვარს პეჩენია. ვიცი რომ ცუდია ამდენი, მაგრამ მაინც მიყვარს. კაი. მოდი ახლა წავალ და დავიძინებ. მოვედი, მალე გავანადგურებ. ერთხელ გავაკეთებ და მერე გავანადგურებ. რა ხდება? რა ხმებია? გონი თოვლის ბაბუა მოვიდა. ჩუმად უნდა დავხვდე. მე როგორც ვიცი, თუ თოვლის ბაბუა მიხვდება რომ ხედავ, მერე გარბის და მოდი ცოტა ჩუმად ჩავალ. ვაიმე, აქ იქ დგას რა საკეთებს? უნდა გავხედო, რამე ხო არ სჭირს ნეტა. თოვლის ბაბუა. ვაიმე, ვინ ხარ? მე გრინჩი ვარ. ახლა ხმალს ამავიღებ და გაგანადგურებ. მოდი აქ. ვაიმე, მალე შევიდე დედა ჩემის და მამა ჩემის ოთახში. დედა, მამა, გაიღვიძეთ. ვიღაც არის ჩვენ სახლში.
რა ხდება შვილო, რა ხდება, რა მდგომარეობა? არ ვიცი მამა, ვიღაც არის. ტანსაცმელი მამა საერთოდ როდის გამოიცვალეთ? ძილის წინ გამოიცვალეთ შვილო. კაი, გთხოვ მამა შეამოწმე, გეხვეწები ძალიან, გთხოვ შეამოწმე. კაი ხო შვილო. ან არიშლი შევამოწმებ. კაი მამა ჩემი ჩავიდა ქვევი, დედა ჩემი დარჩა ოთახში და ჩამოდი შვილო. არავინ არა. კაი ჩამოვდივარ. ვაიმე არა, შევინახარ, ვაიმე არა, ვებრიდები არა. მოდი განადგურებ. ვაიმე არა. მამა ჩემი სად არის? ვაიმე. მოდი აქ. ვაიმე, დედა, მამა ჩემი გაანადგურა. შვილო, ეს ვინ არის? შვილო გაიქეცი. არა დედა, არ გავიქცევი. განადგურებთ, მაგრამ ჯერ დედა შენს გავანადგურებ. ვაიმე, კარგიდა. ვაიმე, დედა მაპატიე. გაიქეცი შვილო. არა. ვაიმე, მალე გავიქცე. წვიმას დაიწყო. მალე წავიდე, დაცვები მოვიყვანო. დაცვების შენობაში მოვედი. დაუკეტავ კარებს. დაცვა, გთხოვთ დამეხმარეთ. ვიღაც თოვლის ბაბუას გავდა, მაგრამ რაღაც მწვანე არსება იყო. მან დედა ჩემი და მამა ჩემი მოკლა, გთხოვთ დამეხმარეთ. მივხვდი შერაზეზე ძახი. ეგ არის გრინჩი. მაგას დიდი ხანია ვეძებთ. კაი, ახლავე დავაკავებთ. კარგით. გრინჩ, შენ მე ოჯახი მომიკალი, რასაც არ ვიმსახურებდი. არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ უგე შენ საკანში ხარ. და იქ ხარ, სადაც უნდა იყო, წავედი მე. ესე იგი მეგობრებო, ეს იყო მე-17 ღამე. ბოლოს ყველაფერი ასე თუ ისე კარგად დამთავრდა. ეს ბიჭი გადავიდა სხვა სახლში, რადგან უკვე მას ძალიან ცუდი მოგონებები აკავშირებდა თავის ძველ სახლში და ცხოვრობდა მარტო. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დაალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.